1 საათი სიწერს როგორც ჩანს და მე პაუზა. თუ 40 წუთს რამდენი როდის დავიწყეთ? მგონი ხო, დაახლოებით ეგრე. მოკლედ, ხო, ეხლა ამას რა არა აქვს რა? ამას არ, ანუ განათებას ვითვლით, მაგრამ არ ვითვლით ჭრდილებს. ეხლა აქ დიდად არ ეტყობა, რომ ჭრდილები არა აქვს და ანუ არ ეტყობა, იმიტომ რომ ძირს არაფერი არ არის. მოდი პირველი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის, რომ დავამატოთ რამოდენიმე 2 სამკუთხედი რა, აი აქ ქვემოთ, რომ ვითომ რაღაცა მაგიდაზე ზის, ან რაღაცაზე რა ძირი გავუკეთოთ. ახლა ეს არა, ეს მარტო ფრაგმენტ შეიდერია. ანუ ეს ახლა მოკლედ ეს არ არის სწორი და კარგი ფორმა, რომ რაღაცეები ხატო ამ ფორმით. ანუ ეს შეგიძლია OpenGL-ზე დახატო და ჩვეულებრივ, ანუ CPU-ს ხარეს data მოიძიო ფაილიდან წაიკითხო, ატვირთო იმაში ყველაფერი რა. უბრალოდ ეს არის სადემონსტრაციო ვარიანტი, რომელიც უჩვენებს რასტერიზაცია როგორ მუშაობს, თორე რეალურად ფრაგმენტ შეიდერი მაგისთვის არ გამოდგება, რომ მთელი რაღაც თამაში დახატო თავის მეშით. უბრალოდ სადემონსტრაციო არის რა. ხო, მოდი ახლა მაშინ აქ გავაკეთოთ. აღწეროთ ეს ჩვენი სამკუთხედის წერტილები. სიტყვაზე რა იქნება მაგისი კოორდინატები? x-1 ალბათ y არის ზემოთ მიმართული ვექტორი დიდი ალბათობით. ხო, დაინახოთ, ჯერ რაღაცა უნდა გავაკეთო და მე რაღაც 4 წერტილი გვჭირდება აქ. სიტყვაზე s მინუსი, s პლუსი, შემდეგ s ისევ პლუსი და s პლუსი, შემდეგ s პლუსი, არა, s მინუსი, s 0, S0 და S0 აქ. თუ არა, მოიცა რაღაცა მერი. დავხარ. მოკლედ ერთ მხარეს ვამბობთ, რომ ერთ და იგივე კოორდინატი აქვს, ანუ ხო ერთი სიფრთხე არის ამ შემთხვევაში მოდი z იყოს და თუ არ იქნება შევატრიალებთ. მაგრამ ანუ კი როგორ შეიძლება. უბრალოდ თავიდან რაღაცა ხომ ჩავწერო და ანუ გვაქვს x-1 -1 მოდი აი აქ გავაკეთოთ -1 დავსვათ თავიდან. მე ეს გახდება 1-1 1-1 მე გახდება 1 და მე გახდება ეს არის 1 და გახდება -1 ხო, ესე იქნება. ეს მოვშალოთ და ეხლა ეს 4 წვერო რო შევაერთოთ 2 სამკუთხედი დაგჭირდება. ანუ აქ უნდა დავამატოთ 2 სამკუთხედი. უბრალოდ ინდექსები უნდა გავიგოთ ეხლა მაგისი რა არის. და უნდა გადავიდეთ მასივიდან. რა იქნება ეხლა ამის ინდექსი? ეს იწყება მე-5 ხაზიდან, ხო? დამთავრდება 305-ზე. ანუ 300 იქნება ამის ინდექსი. ცადოთ 300 301 302. ცადოთ ახლა ეს რა სიზოს?
ოღონ აქ გავზარდოთ ჯერ 1 სამკუთხედით. 7. როგორ? რაზე ამას? ეს მაუსი თუ კონტროლებს მაგას. ამას არ მოეწონა რომ ეს ვერტექსები დავამატეთ, ანუ ეს ვერტექსები უნდა გავზარდოთ 4 ხო დავამატეთ. კი ბატონო, 4-ით უნდა გავზარდოთ. აჰა, გვაქვს. ეხლა უბრალოდ უნდა დავწიოთ დავლა. ეს 0-ზე კი არ უნდა იყოს. აქ იყოს მოდი მინუს რაღაც 0.5. minus 0.5. აჰა. და მეორე სამკუთხედს დავამატოთ. ესე იგი ჩვენ მქონდა ეს წერტილი და ეს წერტილი, ესე 0 1 2. ანუ ახლა ჩავწეროთ 0 2 და 3. მაგრამ იქ უნდა დავუმატოთ კიდე. ხო. ხო. ფეისები კიდე ერთი მოგვემატა, კი ბატონო. აჰა, მივიღეთ რაღაცა. მაგრამ ეხლა არა გვაქვს ჭრილი. ეხლა უკვე კარგად ემჩნევა, რომ არა გვაქვს ჭრილი. ხო. ეხლა აი რომ გადახვალ და ნახავ, ჩანს რომ ეს კამერა აწეულია რა ერთი მხრიდან და რაღაცა. სად არის? აი ეს უნდა იყოს მგონი. ხო, აი ცოტა ზემოთ მოგვსვლია. გავასწოროთ. 0.5 არ ყოფილა სწორი. 0.45. კიდე ნაკლები. ნუ თითქმის რა. ეგ არ არის მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე და ტელი ხო, მოკლედ ეს ცოტა ზემოთ თუ ავწევთ ესე გამოჩნდება. ხო. ეხლა გვჭირდება ჭრილები. და თამაში ჭრილი კეთდება ყოველ შემთხვევაში ანუ OpenGL-ში და Directive-ში და რასტერიზაციის მეთოდები რა. მუშაობენ ეგრე რომ არის ეგეთი ტექნიკა, ქვია shadow mapping-ი რა. ეს shadow mapping-ი არის მოკლედ ჩათვალე რომ განათება მუშაობს როგორც ისა კამერა. ჩაიქრო ჩავწეროთ იქნება რამე. ანუ რეალურად ეხლა ხო ნახეთ რაც ჩვენ კამერაზე გავაკეთეთ. დავბრუნდეთ უკან. რაც ჩვენ კამერაზე გავაკეთეთ. ეს სურათი ხო მივიღეთ კამერაზე. და ანუ შეგვიძლია ეხლა ეგ სიტყვაზე ავდგეთ და ეს ფერში ჩავწეროთ ფერის მნიშვნელობა რა რეალურად რა. ესეთი რაღაცა. depth. გავყოთ რაღაცა დიდ რიცხვზე სიტყვაზე 15-ზე. და ესენი ჩავთიშოთ ვაფშე. მაგრამ ცოტა პატარა რიცხვი მინდა. აი ახლოს რომ მოვდივარ მე ემჩნევა რომ ის არის 2
ახლა აი ჩანს რა დაახლოებით, რომ აი ამ ადგილას გრადაცია აქვს რა, ანუ მოკლედ ეს არის რაღაც სიღრმის მნიშვნელობა რა, რაც წერია. და რაც უფრო შორს მივდივარ, ახლა ამ კამერას სხვათა შორის მაქსიმალური მანძილი ეს ფარი აქვს საკმაოდ მაღალი. აი ჩამოვალთ. მოვძებნოთ. ეს პროექტი აი 10 სტოლია და ეს 10 შეგვიძლია შევამციროთ, სიტყვაზე 5 იყოს. და მოკლედ ეს გვაძლევს ეს დეპსი არის ნორმალიზებული მნიშვნელობა, რომელიც 0 არის, როცა ამ ობიექტი აი წინა სასურათი სიბრტყესთან არის ახლო და 1 არის, როცა ამ უკანა სიბრტყესთან არის ახლო, რომელიც ამ ფარით, რომელიც არის რა განსაზღვრული. აი მიერსა და ფარს შორის რაც ექცევა, ამათი z მნიშვნელობები, ანუ ამათი ეს დეპსი რა, იქნება 0-დან 1-მდე. ამიტომ ეს 0-დან 1-მდეა იდეაში და ჩვენ საერთოდ გვჭირდება მის გაყოფა. ისედაც მივიღებთ, მაგრამ ნუ მოკლედ აი რაც უფრო მოვიდათ, ნახავთ რომ უფრო გაშავდება რა. აი ხო გქონდა რაღაცეთ რომ მოყავდა უფრო ახლოს. ამას რო გამოვაკლოთ. აი რომ მივა ხო არა ახლოს. ნელა უფრო მუქდება. და რაც უფრო შორს მიდის, მერე იმაშვება, რა ქვია, თეთრდება. და ანუ ეს უნდა გავაკეთოთ, ანუ ესეთი სურათი უნდა დავაგენერიროთ. ოღონდ კამერის მიმართულებიდან. და შემდეგ ეს უნდა გამოვიყენოთ. ანუ ჩათვალე რომ აი გაქვს საშუალება მაგალითად რომ სანამ ეს შეიდერი გაეშვება კიდე რამოდენიმე შეიდერი გაუშვა და იმისი მნიშვნელობები შენახო ასევე გამოსახულებაში ეს ბუფერები გაქვს რა ამას რო დაამატებ ანუ ჩათვალე რომ ეს ერთი შეიდერი ეშვება აქ და ეს რასაც დაარენდერებს გამოსახულებას ეს უკვე ხელმისაწვდომია შემდეგი შეიდერისთვის რა ანუ ამ შემთხვევაში shadow mapping თუ გინდა რომ გააკეთო, შეგიძლია ადგედა ეს გამოსახულება, რაც გვინდა, ანუ სიღრმის ბუფერი რომ მივიღოთ, დავარენდეროთ ცალკე შეიდერებში, ანუ ესეთი გამოსახულება რა, შავ-თეთრი, რომელიც სიღრმის მნიშვნელობებს გვაძლევს. და შემდეგ უკვე ამ შეიდერში რომ მოვალთ, ის გამოვიყენოთ, რომ განსაზღვროთ კონკრეტული პიქსელი, რომელსაც ჩვენ ვხატავთ, ჭრილში მოექცევა თუ განათებული იქნება. ნუ აი ხა როგორ მოხდება, მაგალითად გვაქვს განათება, რომელიც აქეთ მდებარეობს და ანათებს ამ კურდღელს, ხო? როცა დავანენდერებთ სიღრმის ბუფერს ამ კონკრეტული განათებისთვის. მივიღებთ რაღაც მნიშვნელობებს, რომელიც გვაძლევს მანძილს აი აქედან და აქამდე. და აი როგორც აქ ვაკეთებდით პროექციას, აი წერტილის პროექცია, რომ გადაყვავს წერტილი ლოკალურ კოორდინატთა სისტემაში ამ ჩვენი კამერის და შემდეგ პროექციას უკეთებთ ამ კამერაზე. დაახლოებით იგივე პროცედურები იქნება, რომ ეს წერტილი გადავიყვანოთ ამ განათების ლოკალურ კოორდინატთა სისტემაში და პროექცია გავუკეთოთ ამ განათებაზე. ანუ ჩათვალე რომ ის განათება არის კამერა რა. აი როგორც პროექტორი რომ მიანათო ამ კურდღელს რა, აქეთ ამ მხრიდან დაახლოებით ეგრე მუშაობს. და ყველაფერი ესე ვთქვათ ეს სიღრმის მნიშვნელობა ჩვენ პირდაპირ მოგცევს, ანუ ამას რო პროექციას გავუკეთებთ ამ კამერაში, იქ შევამოწმებთ იმ პიქსელში, რომელშიც დაპროექცირდება რა, სიღრმის მნიშვნელობა რაც გვაქვს, იმაზე მეტი თუ იქნება, ესე იგი ვამბობთ, რომ ეს რაღაცის უკან არის და ეს არ უნდა გამოჩნდეს. და შესაბამისად აქ ამას კი არ დავაბრუნებთ ამ მნიშვნელობას, უბრალოდ 0-ს დავაბრუნებთ. ან ამ ambient colors რა, ანუ ცოტა მაინც იყოს განათება. და ნუ ეგ მოგცემს აი აქ ესეთ ჭრილს რა, რომ ეს შუქი თუ აქედან ანათებს. აქ ამ ადგილას ვერ მოხვდება, იმიტომ რომ ეს გეომეტრია არის რა აქ. და ეფარება. ანუ მიხრი ხო თუ გავუგებრათ.
ეხლა ეგ როგორ ვქნათ? ნუ შეგვიძლია ესენი დამხმარე ფუნქციები რაც გვაქვს, ესენი სულ ყველა შეგვიძლია გავიტანოთ. საერთო ტაბში, ანუ იქით ხარეს, აქეთ. ეს გეომეტრიაც შესაბამისად თუ განათებისთვის უნდა დავხატოთ, ეს გეომეტრიაც დაგჭირდება, იმიტომ რომ იგივე ხატვა ხდება, რაც აქ ხდება, ანუ არაფერს განსაკუთრებულს რა უნდა შევნახოთ? ხო, აი ეს რასაც ამ ბუფერ, მოკლედ ჩათვალე, რომ ეს ბუფერები ეშვება თანმიმდევრულად რა. აი ხა მაგას ჩვენ ხო ორი განათება გვაქვს. აი გვაქვს უბრალოდ აღწერილი მიმართულებები რა, რომელიც დროსთან მიმართებაში ეს განათებები ტრიალებს რა, ეს კოსინუსი, სინუსით გვაქვს დატრიალება გაკეთებული. ფერები არ იცვლება, ფერები ფიქსირებულია. ესენი შეგვიძლია გავიტანოთ გარეთ. აი აქ ჩავსვათ. ფერი დაშავდება. და ხო, მოკლედ და ეს მიმართულებები იცვლება რა, ნუ ტრიალებს ეს განათებები რა, რო გაუშვებ, ხო იმჩნევა. რო გაუშვებ ეს განათებები აქეთ-იქით ესე დადის რა გარშემო. ხო, და ეხლა ჩვენ გვინდა რომ რასაც აქ ვაკეთებდით, აი აქ. ანუ მსგავსი ტიპის მატრიცა უნდა ავაგოთ, ეს ჰომოგენური ტრანსფორმაციის მატრიცა. ოღონდ მიმართული უნდა იყოს ამ განათებიდან ამ კურდღლის მხარეს და არა კამერიდან. ანუ ჩათვალე რომ კამერები უნდა ავაწყოთ ორივე განათებაზე რა, ერთს და მეორეს. ერთ და იგივე კოდი იქნება აბსოლუტურად. A-ში და B-ში ერთ და იგივე კოდი იქნება, უბრალოდ აი ესენი შეიცვლება რა. ეს დაჯდება ერთგან და ეს დაჯდება მეორეგან რა, ანუ ერთს ამაზე ავაგებთ, ერთს ამაზე ავაგებთ. ხო, და შესაბამისად დავარენდერებთ ერთ გამოსახულებას ერთი განათების მხრიდან, მეორეს მეორე განათების მხრიდან. და ეგენი მერე უკვე როცა თუ გინდა რომ ეგ ამ A-ში რასაც დაარენდერებ, ხო, შეინახება ბუფერში. მერე B-ში რასაც დაარენდერებ, ისინი შეინახება ბუფერში. ეგ თუ გინდა რომ გამოიყენო შემდეგ იმაში შეიდერში რა. აი შეგიძლია ადგე და მიაბა რა, რომ აი ამბობ რომ აი ამ შეიდერს მიაბი, აი ეს ას ბაინდინგს უკეთებს რა, ანუ ხო, ანუ ეხა ეს რასაც ეს ფრეიმვორკი აკეთებს რა, ანუ ეს შეგიძლია შენ, რავი, C++ აპლიკაცია დაწერო, ან რავი, რაც გინდა ის დაწერო და OpenGL-ში შეთო გააკეთო. Просто ეს ბუფერები უნდა აღწერო ცალკე, უნდა ბაინდინგები გაუკეთო და აპლოუდი გაუკეთო ამას და ეს ყველაფერი რა. უბრალოდ ამას გიმარტივებს, რომ თუ რაღაც ეს პატარა ტესტს აკეთებ და ყოფნის ეს გარემო რა, მაგ თავის სკილს გარიდებს რა და მაგიტო ვაკეთებ ფაქტორე. იდეაში, რავი, სადაც კიდე შეიძლება გააკეთო გარეთ. ხო, ეხლა მოდი სადოთ ამის გადატანა იქით, просто ავიღოთ ჯერ საწყის ეტაპზე და უბრალოდ გადავაკოპიროთ ჯერ აქ. როგორ? რის ფერს? არა, ერთ ბუფერში არ ანუ ორი ბუფერი გვაქვს, A და B. ერთ ბუფერს გამოვიყენებთ, რომ სიღრმის ბუფერი ჩავხატოთ ერთი განათების, მეორე ბუფერს გამოვიყენებთ, რომ სიღრმის ბუფერი ჩავხატოთ მეორე განათების. ანუ ორი ბუფერი უნდა დავხატოთ. და მერე ამ ორ ბუფერს გამოვიყენებთ უკვე ამ მესამეში, ანუ რაც ამას ხატავს. და აქ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ უბრალოდ განსაზღვროთ კონკრეტული ფრაგმენტი.
ექცევა თუ არა ჭრილში. ანუ აი აქ დაემატება კოდი რა ჩათვალე რა, ეგ იქნება თუ ჭრილშია, მაშინ 0 თუ არა და ეს. ხდები? ხო. ეხლა, ნუ დავიწყოთ 10. ანუ პირველი განათებით. ხო, პირველი განათებით, ანუ ეს არის ჩვენი განათების მიმართულება, ეს მეორე დროებით არ დაგჭირდება. და შეგვიძლია ავდგეთ და ანუ არ არის, ანუ ეს განათება ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ არის უსასრულო განათება, აი რაღაც ძალიან შორს, როგორც მზე ანათებს რა. Directional lights ეძახიან მაგას. ანუ პოზიცია არ აქვს განსაზღვრული, უბრალოდ მიმართულება აქვს განსაზღვრული. მაგრამ ახლა ჩვენ რახან პერსპექტიული კამერით ვარენდერებთ რა, საკმარისია პერსპექტიულით ვარენდერებთ, ანუ შეგვიძლია უბრალოდ ამ მიმართულებით ავიღოთ რაღაც წერტილი, როგორც origin-ი, ანუ საწყისი, სადაც ამ ვირტუალურ კამერას დავსვავთ და ნუ რაღაც მანძილი გავსაზღვროთ რა, რა მანძილში დავსვავთ. ანუ დაახლოებით აი ზუსტად აქ როგორც გქონდა ამის გაწევა, აი რაღაც მიმართულებით კამერას ხო წერთ, რომ ეს origin-ი დავსვათ. დაახლოებით მასე რა, მოდი ვთქვათ, საწყის ეტაპზე დავსვათ 4 ერთეულზე რა. Distance to light იქნება ეს. იგივეს გავაკეთეთ მაგაზეც კი. ხო, მოდი ეს იყოს 4 მანძილში თქო, ანუ აი ეს ხო არის 2 ერთეული -1-დან 1-ით ხო ვქენით. ნუ რა ვიცი, შეგვიძლია უფრო ახლოს ვქნათ, მაგრამ შეგვიძლია მე მოვწიოს თუ არ მოგვეწონა. ანუ რაღაც მიმართულებით რო არის ეს განათება, აქეთ გადავალ რაღაც 4 ერთეულით და აქ იყოს თქო ჩემი ესა ვირტუალური კამერა. და ამ მიმართულების მაგერად რაც აქ გქონდა, გამოვიყენოთ ამ ჩვენი განათების მიმართულება. ხო. და target-ი იყოს თქო 0. კი ბატონო, იმიტომ რომ target-ი არის, ანუ საით იყურებოდეს, ანუ 0 არის სადღაც აქ ცენტრში. იყურებოდეს აქეთ. შემდეგ მოდი ეს არის ისეთი ინფორმაცია, რაც ჩვენ სავარაუდოდ მე შემდეგ შეიდერშიც დაგჭირდება, ასე რომ ეს ორივე შეიდერშთან ერთი და იგივე იქნება, ესენი გავიტანოთ აქეთ და const-ი გავხადოთ. const light camera. ხო. კი ბატონო. და ჯერჯერობით კარგად მივდივართ. ეხლა ანუ origin-ი ავწერეთ, target-ი ავწერეთ, ნუ ფაქტიურად ეს მატრიცა უკვე ავაგეთ, ანუ ლოკალური კოორდინატთა სისტემა ამ განათების. რომელიც ამ შემთხვევაში უსასრულოდ შორს არ არის, მაგრამ ნუ რაღაც 4 ერთეულით არის დაშორებული ცენტრიდან. ეხლა პროექციის მატრიცა აქ ვაძლევთ გაშლის კუთხეს, ნუ რა ვიცი, მერე გამოჩნდება თუ ანუ როგორც თქვი ეს იმუშავებს, აი როგორც დაახლოებით როგორც პროექტორი რომ მიანათო ამას. და აი პროექტორის გარშემო რაც მოექცევა, იქ ჩრდილები არაფერს არ ექნება. მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში მოდი ცოტა გავზარდოთ კუთხე რომ დავწუნდეთ. აი 25 იყოს, 30. მერე ამასაც შევცვლით. 30 იყოს. და ეს ნიარი და ფარი, მოდი შევცვალოთ ეს რაღაც რახან 4-ზე გავწიეთ, ხო? 0.2 მქონდა მანძილი აქ დაყენებული და ეს არ დაგჭირდება და უფრო ახლოს დავაყენოთ სიტყვაზე. რა ვიცი, 1 გავაკეთოთ, კაი, და აქ გავაკეთოთ 8. ოკეი. შემდეგ ვაკეთებთ იგივეს, ანუ ჩამოვდივართ ამ ჩვენს სამკუთხედებზე. უკეთებთ
გადაყვანას ამ ვირტუალური კამერის კოორდინატთა სისტემაში პროექციას უკეთებთ ბარიცენტრო კოორდინატებს ვითვლით ვამოწმებთ ანუ ექცევა თუ არა ეს ამის შიგნით კი ბატონო მე სიღრმეს ვითვლით და თუ გაივლის ტესტს მაშინ ფერს ვინახავთ ჩვენ ახლა რეალურად ფერი არ გვჭირდება ჩვენ უბრალოდ გვჭირდება სიღრმე ანუ ეს შეგვიძლია წავშალოთ ანუ მარტო დავტოვოთ ეს და ეგ რო დავბრუნდებით ეგ ჩავწეროთ უბრალოდ მოდი დანარჩენ კომპონენტებშიც ცოტა ისკი გამოგვივა რა ქვია ტყუილი ფლანგვა მეხსიერების იმიტომ რომ არ ვიყენებთ რა მარტო ერთი კომპონენტი გვჭირდება სიღრმის ბუფერი მაგრამ ნუ ოკეი ეგრე იყოს მარტო ამას ვწერთ კაი ეხლა ესო დავაკომპილიროთ რასთან ანუ არა ჯერ მაქამდე არ მივსულვართ მივართ მაქამდეც almost distance პირიქით გადამიკეთებია distance to იმას რა დავარქვი distance to camera ანუ ჯერ მაქამდე არ მივსულვართ ეგ ჯერ ვაკეთებთ მოკლედ ვირტუალური კამერები შევქმნით რომელიც არის განათების მიმართულებით და უყურებს ამ ჩვენს კურდღელს და უნდა დავხატოთ მარტო სიღრმის ბუფერები ამ ორი ვირტუალური კამერისთვის ეგ არის პირველი ეტაპი და მასმე რაც ამ ორ სიღრმის ბუფერს გავამზადებთ და ნახავთ რომ შინით მართლა წერია ეს სიღრმის მნიშვნელობები მერე უკვე აი ამაში უნდა გამოვიყენოთ ეგ ორი სიღრმის ბუფერი რომ განსაზღვროთ ჭრილი ექცევა თუ არა ჭრილში ექცევა ეს ჩვენი ფრაგმენტი რასაც ხატავთ თუ არა ანუ ჯერ მაქამდე არ მისულვართ ჯერ ესო ამ ორ კამერას ვაკეთებთ სიღრმის ბუფერები shadow map-ები რო გავამზადოთ ეს დაკომპილირდა ნუ რაღაცა ქნა ანუ შემოწმების პონჩი შეგვიძლია აი აქ გადმოვიდეთ ხო ჯერ ვინახავ ჯერ უბრალოდ ცალკე ფასია რა ცალკე ის არის რა ქვია პროცესია რომელიც ჯერ ამას არენდერებს მე ამას პირველი იქნება რომ ერთი კამერისთვის მეორე კამერისთვის აი ახლა ეს ბუფერ ამ გაიარა კომპილაცია და რაღაცა გააკეთა რომ შევამოწმოთ რა გააკეთა შეგვიძლია წავიკითხოთ პირდაპირ მნიშვნელობა ამას აქვს ფუნქციები რომ წაიკითხოთ ტექსტურა აი ერთად ეს ფუნქცია არა აი ტექსტურა რო გინდა რაღაცას დაადო რა შეგიძლია ტექსტურ fetch-ი ფუნქცია რა შეიძლება წაიკითხოთ ტექსტურის მნიშვნელობას ჩვენ ამ შემთხვევაში გვინდა რომ ვიზუალიზაცია გავაკეთოთ ნახოთ ექცევა თუ არა იმაში რა ანუ სწორად დავხატეთ თუ არა ის რაც დავხატეთ იქ ამიტომ აი აქ ავიღოთ და ამას ამ ჩვენს ფერს მივანიჭოთ ვექტორ 4 ერთი და წავიკითხოთ რაღაცა float depths and now sampleri მიცახრამე მაგალითი მექნება რა მახსოვს ეს უნდა მივცეთ გონი აქ უნდა მივცეთ კოორდინატი ეს კოორდინატი იყოს 0-დან 1-მდე ანუ ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ ზუსტად გადმოვიტანოთ რასაც იქ ვხატავთ რა x y გავყოთ და ეს დეპსი დავხატოთ აქ
და დავბრუნდეთ. ანუ მოკლედ ეს დროებით ჩავთიშეთ დანარჩენი ყველაფერი და რაც A-ში დავარენდერეთ, სიღრმის ბუფერი უნდა გავტესტოთ ჩანს თუ არ ჩანს. კი ბატონო, რაღაცა ვერ გავასწორე. კი ბატონო, dimension ეს არაფერს ვექტორ 4-ს და ანუ აქედან პირველი კომპონენტი გვინდა რომ სიღრმე წავიკითხოთ. და შემდეგ აქ კიდე ფერსონა მივანიჭოთ, მე კიდე იმას ვანიჭებ კოორდინატს. აჰა. всё, ანუ ეს არის ჩვენი ერთი შადოუმები, რომელიც პირველი განათებისთვის არის რა. ერთ-ერთის, რომელიც იყო პირველი. ახლა ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ მეორესთვის. ანუ ავიღოთ ეს კოდი, გადმოვაკოპიროთ აქეთ, ხო? და უბრალოდ აი ამისთვის ხო ვაკეთებდით პირველს. ახლა ამისთვის გავაკეთოთ. ხო, ანუ უსასრულოდ შორი განათებები ქვია ამას რა. ანუ ეს 0 ჩავანაცვლოთ აქ 1-ით. ეს მოგცემს ახლა ზუსტად იგივენაირად აიღებს მანძილი ხო გავიტანეთ აქეთ. იგივე მანძილით, ანუ 4-ით გაწევს მეორე მხარეს და დანარჩენი პროცესი იგივე არის რა, დაარენდერებს და ამ შემთხვევაში ჩაიხედება B-ში. ანუ ეს თუ არის ახლა ეგ რომ მივალ და ვნახავ 1-ს, ხო, ეს მომცემს რაღაცა არ მოეწონა. აქ უნდა ჩავწერო 1. ეს ხო გადავაკეთე და 1 ქვია ამას. აჰა, ეს არის მეორე. всё, ანუ ორივე გვაქვს, კაია. ახლა უნდა წავიკითხოთ ეს მნიშვნელობები. ანუ როგორც აქ ვკითხულობ, ეს ავიღოთ. და ესენი დროებით ჩავთიშოთ აქ, ჩავაკომენტაროთ. და ჩამოვიდეთ აქ. ნუ აი ხა აქ უნდა შევამოწმოთ ეს ჩვენი ფრაგმენტი, რომელსაც ვხატავთ. რამდენად ჩანს ამ განათებიდან და იმ განათებიდან. ანუ სიღრმის ბუფერები გვაქვს. უბრალოდ მთავარი მუღამი ახლა არის, რომ სწორად გავუკეთოთ ამ ფრაგმენტის შესაბამის პოზიციას. უნდა დავითვალოთ ფრაგმენტი ხო არის რაღაც ეს ჩვენი ეს ფრაგმენტ კოორდინატი, ხო? აი ამ კოორდინატის გასწვრივ პოზიცია რაც ჩანს, ეს ამ შემთხვევაში ეს სიბრტყე, ხო? აი ამ სიბრტყეზე რო წერტილია რა, აი ამის კოორდინატი რა არის, ეს უნდა დავითვალოთ. და შემდეგ აი ზუსტად იგივე პროცედურა უნდა გავიაროთ, უნდა დავაპროექციროთ ეს ოღონდ იქითა კამერაში. და ეს მოგცემს იმ კამერაში კოორდინატს და მე უკვე მივწვდებით ჩვეულებრივ აი ამ ფუნქციით რა ტექსტურით და წავიკითხავთ. ხო, ახლა ვცადოთ ეგ გავაკეთოთ. და რა გვჭირდება? ხო, ანუ ჭდების არა სიღრმის მნიშვნელობა უნდა მოვძებნოთ იმ კამერებში. ოღონდ რომ მოვძებნოთ ჯერ ამ კოორდინატს, რომელსაც ამ ფრაგმენტის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ახლა ვხატავთ, უნდა გავსაზღვროთ ჯერ კოორდინატი რეალური ზედაპირის, რომელსაც ეს ფრაგმენტი ხატავს. და შემდეგ ეს ზედაპირის კოორდინატი უნდა დავაპროექციროთ იგივე, ანუ იმ კამერებში რა, იმ ორ კამერაში, განათების ვირტუალურ კამერებში. და იქიდან ამოვიღოთ შესაბამისი პიქსელიდან ეს სიღრმის მნიშვნელობები. ანუ თუ ავწდით და სხვა პიქსელი შეამოვიღეთ რაღაცა სხვანაირი, ანუ არასწორი ჩრდილი იქნება რა. ხა ეს უბრალოდ გადმოვიტანე დროებით, ეს არ დაგჭირდება, მაგრამ ჯერ დაგჭირდება აი უნდა განსაზღვროთ სიღრმე. ანუ ამ შემთხვევაში ეს depth-ი არის ზუსტად სიღრმე აი ამ ჩვენი იმისი რა ქვია ფრაგმენტის, რომელსაც ხატავთ, უახლოეს ფრაგმენტის და
ამ ჩვენ კამერამდე. ოღონ ეს არის ნორმალიზებული 0-დან 1-მდეა. იმიტომ რომ ჩვენ აი ხო გავსაზღვრეთ ეს სად ვიყავით? აი ეს near და far მანძილები რა. მოდი ესენი გავიტანოთ იმაში. Float camera near ნიჭოთ. ეს 0.2 აქაც დიდია და მოდი 1 იყოს. და ეხლა რეალური სიგრძე ისას რეალური მნიშვნელობა რო გავიგოთ რა მანძილში არის, ხო? ეხლა ნორმალიზებული გვაქვს. ჯერ ესენი აქ ჩავსვათ near და far. ანუ ეს ნორმალიზებული depth-ი უნდა ავიღოთ და უნდა გავუკეთოთ გასწორება რა. ანუ უნდა ავიღოთ კამერა near, მივუმატოთ ეს ჩვენი depth-ი, გავამრავლოთ კამერა far minus near. ანუ მიხდი ხო რა გავაკეთეთ? თუ ვერა. ანუ იგივე პროცესი, ანუ ეს არის ნორმალიზებული 0-დან 1-მდე მნიშვნელობა. ეს არის აი ეს მანძილი აქედან და აქამდე და რო გავამრავლეთ, მივიღებთ მოკლედ რეალურ მანძილს რა და დავუმატებთ ამ ნიარს, ანუ აი ამ მანძილს და ანუ კამერიდან მანძილს მივიღებთ იმ ობიექტამდე რა, სადამდეც გვინდა დათვლა რა. ხო, ეს არის ეხლა depth-ი კი აღარ არის, ეს არის distance-ი, ანუ ამას დავარქვათ. distance-ი და ეს დაგვეხმარება ეხლა ჩვენ ან შეიძლება არც გვჭირდებოდა distance-ი და მე ვატრაგებ. მოიცა? ხო, ეხლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? აი ეს პროექციას რო ვაკეთებდით ამ კამერიდან, ხო? ვიღებდით ვიღებდით წერტილს და ვამრავლებდით პროექციის მატრიცაზე, რომ მიგვეღო ორგანზომილებიანი კოორდინატი სასურათე სიბრტყეში. ეხლა ჩვენ მაგის უკუ პროცესი გვჭირდება რა. მოდი ეს ცოტა ხანი ჩავაკომე და შეიძლება distance-ი არ დაგვჭირდეს. ანუ უნდა ავიღოთ ეხლა ჩვეულებრივ სამგანზომილებიანი ელემენტი, ანუ 4 განზომილებიანი ამ შემთხვევაში თუ სამგანზომილებიანი. კაი 4 იყოს. ესე იგი და აი ეს თუ აი ყურე აქ რო დავაპროექცირეთ, ამისი x-y-ს ვიყენებდით აქ და z-ს ვიყენებდით აქ სიღრმისთვის. ჩვენ ახლა იგივე პროცესი უნდა გავეროთ, თუმცა უკუღმა რა. z-ი, ჩვენი z-ი არის ეს depth-ი. ანუ აქ ჩაჯდება depth-ი და x-y იქნება ჩვენი p წერტილი. ანუ აი ფრაგმენტის კოორდინატი, ანუ რომელ პიქსელსაც ვხატავთ. და საწავედით. p წერტილი xy, შემდეგ depth-ი და შემდეგ ალბათ 1. მოკლედ, ზუბა, აქ ხარ? თუ გახვედ? მოკლედ პირველი 1 საათი იყო წინა სტრიმზე რაც ვაკეთებ თავიდან და ეხლა ვაკეთებთ იმას. ხო. მაგრამ ხო, ისინი გავაკეთეთ რა, shadow map-ები გვაქვს. აქეთ ამ ბუფერში ვარენდერებთ shadow map-ებს, ხო. და ეხლა შემდეგი ეტაპია, რომ აქ ანუ tower pass-ზე ეს უკვე გამზადებული shadow map-ები გამოვიყენოთ და
ანუ ეს მიმდინარე ფრაგმენტი რაც არის რომელსაც ვხატავთ იქიდან მოკლედ პოზიცია უნდა აღვადგინო რომ მე რეპროექცია გავუკეთო იმ ხო ანუ იქით უნდა გავუკეთო პროექცირება იმ კი ბატონო ანუ აი ამ პროცესს რასაც გავდივართ რა იმისას აქეთ გადმოყვანის ლოკალურ განზომილებაში რა და მე პროექციის ეს უნდა გავიაროთ ახლა უკუღმა ოღონდ აი ამ პ-წერტილისთვის რა რომ ფრაგმენტისთვის რომელსაც ვარენდერებთ ანუ p-x-y-ით კი ბატონო p-x-y-ით სიღრმის მნიშვნელობით აღვადგენთ ამ იმას და ახლა ეს უნდა გადავამრავლოთ პროექციის მატრიცის შებრუნებულზე რომელიც აქ სავარაუდოდ არა გვაქვს მოდი ეს დავითვალოთ მატრიც 4 x ინვერსი აი მოკლედ ეს GLSL იმაში გეხმარება რომ ეს ინვერსი და ეგეთი რაღაცეები აქვს თორე ამის დაწერა იქნებოდა სიკვდილი ხო ინვერსი კატასტროფა და საწერია ხო იოლი ფუნქცია ნამდვილად არ არის და ანუ ეხლა ვაკეთებთ იგივეს ოღონდ აქედან იქით ანუ ეს ჩვენი მატრიცა უნდა გავამრავლოთ ვექტორ 4-ზე და მივიღებთ რამე დავარქვათ რა ვიცი p4 ეს ახლა პროსტა ესე უნდა შევინახო ალბათ ჰომოგენურში მე როგორც ხვდები ანუ მე4 კომპონენტიც მჭირდება სავარაუდოდ ანუ აქ ხო 1 მექნება ალბათ 1 უნდა დაუწერო და ისე გადავამრავლო რომ მივიღო ну მოკლედ კაი ამას დავარქვათ ხო ალბათ frag position დავარქვათ ამას და ეს იქნება ჯერჯერობით ლოკალური და ეხლა რო გავხადოთ გლობალური იგი კიდე უნდა მიყვეთ ანუ ამის შებრუნებული უნდა გავაკეთოთ და უნდა გადავამრავლოთ ანუ ეს ავიღოთ ჩავსვათ აქ და გადავამრავლოთ ამის შებრუნებულზე ეს უკვე გვაქვს გამზადებული და ისევ თავის თავს მივანიჭოთ აი ეს ეხლა სავარაუდოდ ხო ეს სავარაუდოდ უნდა გავატაროთ ამაში და მოდი ამას კი აღარ მივანიჭოთ მოდი ეს იყოს ჰომოგენური და პრინციპში ატოწვალოთ მოდი ეს არ იყოს ჰომოგენური ეს იყოს ვექტორ 3 არა იქნებ მე4 გჭირდება არ ვარ დარწმუნებული მოდი ესე მოკლედ ეს იყოს აი აქ და აქ იყოს აი ეს ო ესე მოკლედ ეს ახლა უნდა იყოს აი თქვათ ამ ფრაგმენტს თუ ხატავ აი კოორდინატი უნდა იყოს ამ სიბრტყეს რა და ეხლა უკვე ეს უნდა ავიღოთ და გავუკეთოთ აი ეს პროცედურები. ოღონდ რაღაცა ეს უნდა ცოტა მივალაგოთ კოდი არ მომწონს. ბევრი ისინი გვაქვს. მოდი ფუნქციაში გავიტანოთ. დავარქვათ project to camera. project to camera. და ამას მოდი ვაძლევდეთ vector 3 პოზიციას. კი. გონი? კაი კითხვა. საბათ ვიღაცაც იწერს კიდე. ხო.
მოკლედ გვაქვს პოზიცია და ხო, ფუნქციაში მინდა გავიტანო აი ესენი რა, რომ რაღაც სამჯერ მიწევს უკვე წერა და ეგრე რო არ მოგვიწიოს. ხო, და ანუ აი იმ პოზიციას რომ მივცემ და ამ მატრიცებს რომ მივცემ, რო გააკეთოს, რა. matrix 4 word to current და matrix 4 projection inverse it's a projection inverse to просто პროექცია გინდა ხო და ეხლა ეს უნდა გვაძლევდეს vector sums ანუ აი ეს ოპერაცია და ეს ოპერაცია ერთად რა პოზიცია შემდეგ პოზიცია так return vector to current აი ახლა მაშინ ესენი ეს ჩათვალე რო აქ ავიდა ეს აქ ავიდა და ეს აქ ავიდა და ახლა ესენი ჩანაცვლდა ამ ფუნქციით რა ანუ ეს წავიდა აქ სახელები ეთქვა და ეს წავიდა აქ ეს იქნება 1 და იქნება 2 და ეხლა იგივე ფუნქცია დამჭირდება აქაც ну ეს ხო გავუკეთეთ ესეც იდეაში უნდა გავიტანო ეს იქნება ამის შეტრიალებული ფუნქცია ხო სამი an project from camera ამას ვაძლევდეთ ახლა vector sums აი დავარქვათ რა უკვე მოდი ამასაც პე დავარქვათ თორე რაღაც ერთნაირად მინდა იყოს ბარიც ესე კაია ხო მაგრამ კაი რახან დავიწყე თუ არ იმუშავებს არ დავხანჯავ გავედი თითქმის ბოლოში სიო კაი და ეხა გვინდა 2 მატრიცა ხო ამათი შებრუნებული world x universe და ეს უნდა გადმოვიტანო მათ წასად
ხო, იდეაში ხო ამის მუღამი პროსტა ის არის რომ გაიგო, რა სხვა დატვირთვა ამას არ აქვს. ასე არ უნდა დაწერო რა რენდერს, პროსტა გასაგებად არის კაი რომ თან კოდიც აქ აქვს და თან ხედავ რა. კი ბატონო. და ჩამოვიდეთ ახლა აქ და ეს ფუნქცია წამოვიღოთ. და პირდაპირ ამას მივანიჭოთ. ხო, მგონი ეგ არის. თუ არაფერი შემეშალა. ხო, მოკლედ ახლა გვაქვს ფრაგმენტის პოზიცია სამ განზომილებაში, რომელიც მოკლედ შებრუნებულად მივიღეთ და ახლა ეს უნდა გამოვიძახოთ. პრინციპში აღარ გვაქვს კოდი უკვე. ეს უნდა გამოვიძახოთ. ოღონდ დაგვჭირდება აი ეს ორი პროექციის მატრიცა. არა ჩვენი კამერის, არამედ განათებების. ანუ განათებების. ანუ ეგენი უნდა წამოვიღო ახლა აქედან. კამერა origin. ამას უნდა გადავარქვა სახელები. ეს მიდის აქ და ეს მიდის აქ და კაი ამას იქ გადავარქმე. კი, მაგ აი ანუ მოკლედ შემიძლია გლობალში ავწერო რაღაც აქ. აი მაგათად common-ში რა. მაგრამ თუ რაღაცა ცვლადი არის, აი მას თუ არ ვწდები ვერ აღწერ, იმიტომ რომ time-ზეა დამოკიდებული. პრინციპში აღწერ uniform-ზეა და კაი, ჩდი მოიცა. თუ გამოვა, თუ არა და არ გამოვა. კი ბატონო. სადოთ აბა light direction 0. ეს გავიტანოთ აქ. და ნახოთ თუ და. კი ბატონო. ეს მოვაშოროთ. Undeclared identifier. Ну, короче, იმიტომ რომ ეს просто ამას ეკერება, მაგრამ მაინც რა, ხო, ну არ ვიცი. ხო. ну, კაი, ორჯერ აღწერ რა და იქნება. რაღაც მახსოვდა, ეთყობა ნაცადი მაქვს. ხო, ალბათ. კაი, მოკლედ ეგ არაფერი, ეხა ეს უნდა წავიღოთ, ეს direction იქ უკვე მაქვს. просто ესენი მჭირდება ერთი კამერის და მეორე კამერის რა. ერთი განათების და მეორე განათების. ანუ ეს
რაც ეს არის? ანუ იგივეა რა, რაც ანუ ამაში რო არენდერებ ეს რეზოლუცია პირდაპირ ამ რეზოლუციით არენდერებ რა. ხო, და ეხლა ეს სწორია და ამას უნდა გადავარქვა სახელები. light 0 და აქ ინვერსი მჭირდება თუ არა, ეგ აღარ მახსოვს რომელი მჭირდება. ну короче რაც არის ესე იყოს პროექციის მატრიცა ორივესთვის ერთი მაქვს როგორც მახსოვს, ასე რომ ეს ერთი გქონდეს და ეგ არის. ხო, მაგრამ ну იმანაც ხონა იმუშაოს რა მნიშვნელობა. წესით პრინციპულად არ აქვს მნიშვნელობა. მოიცა ვატრაკებ, აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა უსასრულოდ შორი ის რო იყოს განათება და ნუ შესაბამისად ორთო გვინდა. კაი, მოდი ჯერ ხო, კი ბატონო. კაი, ჯერ ავამუშაო და მაგას დავინახავ. თავი ჯერ ჩრდილი დავინახავ. ხო, მოკლედ ესე და ეხა მეორე კამერა გვინდა ზუსტად იგივე. აქ ჩაჯდება 1 აქაც გვინდა იგივე target იგივე იქნება 1 distance იგივეა ეს 0 ეს 1 0 ერთი რამე დავაკეთე აკეთე ოკეი გონი გვაქვს თუ არა და გზადაგზა დავამატებ ხო და ეხლა ვაკეთებ დრას ამათ მაგივრად უნდა მიცე ესენი world to camera და განათების პროექციის მატრიცა პრინციპში პროექციის მატრიცა შემილია გავიტანო ხო გარეთ აქ ხო არაფერი არ მაქვს ისეთი ასეც არ დაკომპილირდება ვითო ფუნქციას რო ვიძახებ თუ რა არ მოსწონს და იდეაში არის ხო და რატო არ must be const expression აი ეს არის ანუ არაფერი რანაირად უნდა გავაგებინო რომ კონსტია ну кай ამის დედაცოდირე კაი გავიტნე იყოს ის როგორც ვაკეთებდი მე ოპტიმიზაცია მე ხო სადავართ დავბრუნდეთ აქ როგორ ანუ როგორ არ გაძლევს რა ვიცი ანუ აქ რაც არის ყველაფერი ანუ კომპაილის
დროს ცნობილი არის ყველა მნიშვნელობა და წესით უნდა ხვდებოდეს, მაგრამ რაღაცა შეიძლება რამე უნდა დაუწერო რაღაცა დამატებით keyword-ი რომ მიხვდეს რა. კაი იყოს მაგას მე ვცდი ჯერ რა მომუშავო, ეგ არ არის. მაგაში ხო ისედაც მაგაც. აქ არა, მაგ აქედან მიმქონდა იქით პროსტატო. კაი, მოკლედ. ცოტა ხანი ეგ არ არის მნიშვნელოვანი და სადავართ. ხო, light ანუ დავაპროექცირეთ, короче, პირველზე და მივიღეთ 0 B, ხო, თუ რაღაცა, კაი გავარკვევთ. ეს იყოს ვექტორ 3. ხო, ეს ახლა პირდაპირ x-y მაძლევს -1-დან 1, ეს უნდა გადავიყვანო 0-დან 1-მდე. -1-დან 1-მდე მაძლევს, ხო, მგონი y არის -1-დან 1-მდე. რომ y-ის მიმართ ასწორებს. კი ბატონო. და ვცადოთ აი ეს ტექსტურა უნდა წავიკითხოთ. ანუ ვექტორ 2 right მოდი shadow map shadow 0 qv იყოს ეს და ამის xy ამის xy სიო გამიხურდა twin ანუ ამის უკუ ოპერაცია უნდა გავაკეთო უნდა გავამრავლო resolution y-ზე ხო არის ხო გავამრავლოთ resolution y-ზე და შემდეგ საკითხზე დავწეროთ მიუმატოთ არა ხო ანუ UV-ში უნდა გადავიყვანო რა ეს რაც მივიღე მე ხო ეს რაც მივიღე ეს არის მინუს კი ბატონო ხო ანუ აი ხო ანუ აი ამის უკუ განტოლება უნდა მივიღო რა ხო, კაი მოიცა ეს წამი. ხო. ფრაკ ორდი აქედან პ-უდრის 2 გავამრავლოთ. კოორდინატი მინუს resolution შეფარდებული. ბაბაბაბამ. ამას პლუს xy მოკლედ ეს გავამრავლე resolution y-ზე ჯერ, შემდეგ დავუმატე resolution xy ხო და გავყოთ 2-ზე და მივიღეთ წესით ეს ეხლა უნდა იყოს ეგ მნიშვნელობა
სადაც აღა რა გამოვა საქმიდან. თითქმის რა ახლოს ვარ. ჩანელი 1 კი ბატონო. ეგ იქნება depth 0 x value. ხო. და მე რა გამოვა აქედან? ხო, ანუ მოკლედ ჩემი დევსი რა შუაშია მაგასთან. აი, თქვა ამ წერტილს ხატავთ. ხო? აქეთ არის განათება რა, მარცხნივ თქვათ. ხო. ანუ აი ეს მნიშვნელობა წავიკითხეთ ჩვენ, აი ეს მნიშვნელობა წერია buffer-ში, აი აქედან და აქამდე მანძილი. ხო, მართალი. ანუ, მარა ეს გვაძლევს ამ მანძილს, აქედან და აქამდე მანძილს. და ჩვენ გვინდა ამის x ეს დამავალი, ამის z გვინდა ჩვენ. ამის z უნდა შევადარო. Okay, float visible. შემდეგ light projection წერტილი z თუ კი ნაკლებია, ხო? depth machine ხო, ნუ ჯერ ნახოთ ჯერ რას იცავს, მაგრამ კაი, და ეს უნდა გავამრავლოთ ამაზე. რაღაც არ მოსწონს, ეს float-ი ვერ არისო, კაიო, ნაკლებია 0-ზე, მაშინ 1. მაშინ 0. რაღაცა ვერაო. მოდი ორივე ვქნათ, რომ მაინც გამოვიცხოთ. ეს იყოს visible 0. და იგივე უნდა გავაკეთოთ აქეთაც მეორეზე, ხო? მოდი პარემ სათი დავთქნათ ხოლმე, ეს წავა, აი აქ. ესე. შემდეგ პლუს არა ესე ნავაკეთოთ და შემდეგ წამოვიღოთ ეს აქეთ და ეს იყოს 1 და channel 2 1 так საკაც 1 და მოიცავ 1 რა არის კაცო რაღაცა აურია ეს copy paste-ის პრობლემა იყო და right შემდეგ visibility გავაკეთოთ აქეთაც
1 აქაც 1 აქაც 1 და სუნტრის რა ვიცი, წესით ეგ არის, მაგრამ სადღაც რაღაცა შეცდომაა. რაღაცა მივიღეთ. რაღაცა არის, მაგრამ რა მოიცა რომ გავუშვათ. ეხლა ხედავთ წეღან რაღაცა მექანიკური შეცდომა მქონდა სადღაც გაპარული და ეხლაც რაღაცა ეგეთი მაქვს უეჭველი. აქ. ანუ SP არის ფრაგმენტის XY დეფსი არის ამის სიღრმე კი ბატონო. კამერა თუ word-ით რომელიც არის ჩვენი კამერის ესა ეგ გადაყვავს global space-ში მე პროექციის inverse-ით უკეთებთ გადაყვანას და ან project-ი უნდა მოგცეს. ამას ვიყენებ პროექციის დროს, აი აქ. და მაგის შებრუნებული მინდა პირიქით. ხო, ანუ ესენი წავა. ხო, მოიცა გავყვეთ თავიდან. ესე იგი, ვიღებ ამ XY-ს მიმდინარე ფრაგმენტის და სიღრმეს და კამერა თუ world და პროექციის მატრიცის შებრუნებული. ამ უნდა მომცეს პოზიცია სამგანზომილებაში. ეს რაღაცნაირად ეს უნდა გავტესტო რა. რო დავწმუნდე, რომ ეს მაძლევს. შემიძლია ამას ისევ პროექცია გავუკეთო და თუ იგივე კოორდინატს. როგორ? ხო, ცალოთ. ნუ ახლა თუ უარყოფითები არ არის რაღაცა სიზავს რა. ხო, მე ბოლოში იწერება. Right, looks good. შუაში 0-ია. აქეთ 1 იქით 1 რა. აქ უარყოფითია. და რა ვიცი, წესით კარგად გამოიყურება. ანუ ეს ჩამოვწიოთ დაბლა. გედა აქ. და
ეს ხო? ეს აი რაღაც ეშლება, სულ ერთი და იგივე არ უნდა იყოს. ერთი და ერთი აშკარად. მოიცა. კაი, მაშინ ნელა გავყვეთ. light 2 პროექცია. აი ეს ვნახოთ. ამან უნდა მოგცეს ამის XY-მა უნდა მოგცეს XY-ი იქ, სანამ U-ში გადავიყვან. სწორია, იმიტომ რომ ნახე აქედან თუ ანათებს, აქეთ დადებითია, აქეთ უარყოფითია. ხო? თუ არა? კაი, მოდი აბა Z ვქნათ. შეგიძლია არ მახსოვს. ხო, შეგიძლია. მაგრამ ეს ახლა რატო ერთი? მგონი არ არის, ნახე აქ ხედავ გრადაცია აქ. აქვს გრადაცია. გავამრავლოთ მომთელ ერთს. მოკლედ აქვს რა. გავამრავლოთ მომთელ 5-ზე. ну აი ემჩნევა, აი ნახე აქეთ უფრო მაღალი მნიშვნელობებია და აქეთ ახლა მან არ ვიცი სტრიმზე რამდენად ჩანს. აქეთ უფრო იკლებს. ანუ იქიდან განათების მხრიდან არის Z სწორია. ანუ XY-იც აბა აქ შეგვეშალა რამე? shadow map UV მოიცა კაცო, კი არ შეგვეშალა. ეს ხო ჩავსვი აქ. ითქვათ აქ ერთი ვქენი, ხო? რატო ეგეთი განათებული? 0-დან 1-მდე თუა. მოიცა აბა მოდი ამის false დავაპატარავებ. ეს არ მაქვს აქ გატანილი ფუნქციის იმაში. Just float. ეს მე აღარ გამჭირდება, მაგრამ light. This is got. აქ ჩავსვათ ეგ. აქ ჩავსვათ ეგ. აქ. სად არის? ეხლა დავაპატარავ. 10 როგ. რამე განსხვავება? ეს რატოა სულ ერთი და იგივე ფერი მაგას ვერ მივხვდი. იგივე არა, აი ეს e-resolution რაც არის, აი ეს, ეგ მაძლევს მაგას. რამაფია და შეიდერები გრაფიკა. კონდა ერთი კიდე წინა დღეებში და რაღაცა ხალხი უკმაყოფილო დარჩა რომ არ ჩაიწერეთო და ეხლა მეორე მცდელობაა. კაი, მოკლედ ეხლა მიდის ძალიან
ძალიან hardcore debugging-ი მიდის და აი უკვე ბოლოში რო ხარ ხო იცი გასული ამდენი კოდი რო წერე და რო დააწვევი და რო უნდა გაეშვა საერთოდ მომენტია რა და რაღაცა ვერ არის რაღაცა პატარა გამაზული გვაქვს და მაგას ვეძებ გუშინ წინაც ეგრე იყო და მე ზუბამ გვიშველა მოკლედ ბიჭო ამას კი ოღონ ფრაკი არ ქვია სხვანაირად ქვია მოიცა რა ქვია და ხო ფრაკт მოიცა სამკუთხედების მიხედვით რატოა სხვადასხვა თუ არა ძალიან ალიასინგი აქვს ხა პროსტ ეგ რა შუაშია ვერ მივხვდი ან მოკლედ აი აქედან ეს სწორია მეტნაკლებად ეს ხო გავტესტეთ აქედან გადასვლა უჭერს light 0 სად ვიყავით ხო ანუ ამის x-y-ი ავიღეთ ამაზე გავამრავლეთ მივუმატეთ გავმარჯვეს ავყავით ეს იდეაში სწორი იყო ყოველ შემთხვევაში რაღაც ცხადი შეცდომა არ იყო ბლურო არის იმიტომ რომ აქ ერთი მიწერია იდეაში აქეთ 0-ია ან უბრალოდ მინუსია ხო და ანუ ეხლა ამას რომ გავამრავლებთ ხო და მაგას არ ვაკეთებ აქ ანუ ეს არის ზუსტად ეგ ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ზუსტად ეგ ოპერაცია რა რო აი ამ უნდა გადაყვეს 0-დან 1-ში ხო და რავი აგვერია გავამრავლო რაზე და რა მივუმატო შემიძლია ესე არა ზუსტად კარგი იყოს როგორც ვიცი რომ შვება ისე ხო მაგრამ ანუ ეგ რას მადლებს ანუ რეალ აბა რა არის რომელი პროექციები ეს კი იმიტომ რომ იდეაში მაქედან გადმოვიტანე და აი ამ მიმართულებებზეა დაფუძნებული რა სად არის აქ რომელიც მაქვს აღწერილი არა აქ არა ნუ აი direction-ი სად არის და აი ეს არა ეს ამაზეა მიბმული აი აქ მაგალითად იყენებს მარტო პირველს აქ იყენებს მარტო მეორეს და აქ პროსტა მე ორივე მაქვს გადმოტანილი ეს 0 მე უკვე აქ არის ამის origins ვითვლი 1-ით ამის origins ვითვლი target-ი ორივეს ერთი და იგივეა მე ვითვლი ამ
ტრანსფორმაციის მატრიცას, მაგის ინვერს პირველისთვის. აქ ვითვლი მაგ ტრანსფორმაციის მატრიცას და მაგის ინვერს მეორესთვის და ეს ვითვლი საერთო პროექციის მატრიცას, რომელიც ორივეს წერდა იგივე. რავი, აქ ეგეთი obvious mistake არ არის. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ხედავ. აქ რამე bias სისტემა ხო არ არის? ანუ ეს ახლა არ ვიზუალურად არ არის ვითომ ბუფერი შევამოწმე უკვე. აი, აქ შეგვიძლია ვნახოთ. ეს არის მეორე კამერა მაგალითად. და აი, რო ტრიალებს, ესე ტრიალებს. და აი ეს არის просто ახლა ძალიან მივწიე ახლოს, იმიტომ რომ ეს ხო შევამცირე, 10 დავაყენე საწავიდან. აი ეს 30 მეყენა წინასე. ანუ აი ეს არის მეორე კამერა რა. აი ეს არის პირველი. აი ეს არის პირველი. რავი, ხო ვიზუალურად ჩვეულებრივ აშკარად რაღაც წერიაში. პოზიცია რაც აღვადგინეთ. ანუ რამე bias სისტემა ხო არ არის მართლა რომ დავუმატოთ და შეიძლება მართლა ეგ არის. სადოთ აბა ეს კოლორი გავთიშოთ ცოტა ხანი და ეს ამოვაკომენტაროთ. და ესეც ამოვაკომენტაროთ. ნუ პრინციპში პირველი ვცადოთ ჯერ visibility. ანუ აქ დავუმატო ალბათ epsilon-ი, ხო? ესე იგი ხო და უნდა მიუმატოთ, უნდა გამოვაკლო, ხა ეგ არის. ცოტენ ჯერ ეს ჩავთიშოთ. ანუ ეს არის რაც ამოვიღეთ ტექსტურიდან. ეს არის რაც მოგცა იმან. გადამრავლებ და აქვეუნებით რომ თუ კი აი ეს არის რაც უშუალოდ ამ წერტილის პროექციამ მოგცა აქ. თუ ეგ მეტია ამაზე, მაშინ ჭრილშია. ჩვენ ვამოწეთ თუ ნაკლებია, თუ ეს წერტილი ნაკლებია, ну მაგალითად აქ თუ არის, მაშინ სწორია. მაგრამ ну, კაი, უფრო კონი უნდა გამოვაკლოთ. დავუმატოთ თუ გამო. რიდეს ჭრდილს ვერ ხედავთ. პირიქით მაშინ ჭრდილი უნდა იჩნდებოდეს. მაგრამ ის მეორე განათებაზე რაღაცა მოგცა და აი მაგი აღარ მახსოვს, მაინც ახლა შევამოწმე. მოდი თქვათ რა თრუგაც ერთი. ეს არაფერს არ იძლევა და ეს ოპა მოიცა რას მუშაობს ანუ ეს განათება დაბალზე მეყენია თუ რატო რა ქვემოდან ანათებს თუ რა ნახოთ direction 0 ეს მომენტი 0 არა 1-ია ხო ეგ 0-ზე აყენია წესით კაი ცოტა
ავწიოთ. კაც უნდა ავწიოთ. კაც უნდა ავწიოთ. 0-1-0-1, ოკეი. ხო, მაგრამ ანუ ეგ ვაფშე არაფერ შუაში არ არის. იდეაში ხო, ზემოთ არის. და მაგიტომ კაკრას ეგ მაგას არ უნდა ქონოდა ეფექტი. ერთი ნაკლებია. depth 1-ზე. 1. ანუ იმენა ამ კონკრეტულ ამას რატო ერხევ? პირველთან არ აქვს პრობლემა ვაფშე. ოკეი. ჩანდოთ. მაგის იური მაგრამ აქ დიდად გრადიენტს ვერ ხედავ. აიცა გავამრავლოთ. ხა? Sad. Come on. Okay. კაი, მაგრამ ეგ რას თulis ახლა? დიდად ამ შემთხვევაში UV, კაი, ეს გავამრავლოთ. ეს რატოა ესეთი თეთრი? შორს ვერ იქნება, უფრო იგივე მანძილშია დაახლოებით. იმას ჰქონდა ცოტა გრადაცია და ამას დიდად ვერაფერს ვერ ვამჩნევ. ეს აშკარად არასწორია. depth 1 channel. პროექციის მატრიცა ერთე იგივეა, ფრაგმენტ კოორდინატი ორივე ერთია. shadow map 1. channel 2. მოიცა კაცო, ეს 0. ეს 0 უნდა იყოს და ეს 1. ანუ რა განსხვავება მომც არც არაფერი, მაგრამ ფაქტია რომ ეს channel 0 უთითებს ამას და channel 1 უთითებს იმას მეორეს. აი, მოიცა ეს გავთიშოთ. არ მგონია რამე განსხვავება იყოს. ну короче რაღაცა სხვა არის. ტექსტურის წაკითხვა ხო სწორად, მაგრამ აქედან არ გადმოვაგობირე. კი. 0 კი ბატონო. მე
მე მაინც მგონია რომ აი აქ აგვაქვს რა შეცდომა დროის თუ აცდა როგორ ხო კი ნავსა და ეს შორის უნდა გქონდეს ან შემილია ის სადომრო მართალი ხარ ხო მაგიტოა ანუ უბრალოდ 0-სა და 1 შორის უნდა მოვაქციოთ იდეაში ხო ანუ 0.5-ზე რომ მაგრამ ეს ამას ხო ვიღებთ -1 ანუ უბრალოდ ეს ხო არის -1-დან და ყოველ შემთხვევაში y კომპონენტია -1-დან 1-მდე და просто რომ ერთს მიუმატებთ და მე გავაყოფთ 0.5-ზე მოდი ამერ ვცადე ამის მერე ხო ვცადოთ და აქაც ეს რომ არასწორად დავწერე ვალა რაღაცა არის success просто ჭდილები არ არის სწორად მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც არის აშკარად ეგ იყო რა ეხლა просто აქ პლუსი უნდა თუ მინუსი აი ეგ არის ზუბა ყოჩახრა დღესაც ჩვენელი შენ გამოდექი ეგ არის მოიცა მეორე ჭდილი სად არის მეორე ჭდილი სურხ ერთია მარტო თუ ორი რომელი მეორე კამერიდან ხო მაგრამ იდეაში აქ ორი განათება როა ორივე უნდა ორივეს უნდა გქონდეს რა ჭირდება ყოველშვილი მოდი აბა ცოტა ზემოთ ავწევი მეორეს რაღაც ეს 0.3-ზე აყენია და ეს 0.1-ზე 0.5-ზე იყოს ვაფშე უფრო ზემოთ ავწევ ანუ აქ 0.5-ზე აშკარად სადღაც მაქვს იგივე მექანიკური შეცდომა ალბათ ორივედან ერთ იგივე ის მიწერია ბლა 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 visible 1 visible 0 light 1 პროექცია depth 1 ხო ტექსტურია რაც 1 0 1
რომელიც ჭრილი არ ჩანს, მაგას ვერ ხვდები. ამისი თუ იმისი? ეს ვაფშე არ ტრიალებს თუ მაშინ. უნდა ტრიალებს. მოიცადეთ. ტრიალი არის. თუ ძალიან ნელა ტრიალი. ძალიან ნელა ტრიალებს. მაგრამ ჭრილი მაინც არ აქვს. ერთს რაღაცაშია საქმე. კი, ორივე განდავა. კი. არა. shit. ეს მექანიკური შეცდომები ჩემი ტკივილი არა. так, სადავართ, დავბრუნდეთ უკან. იდეაში მაქვს უნდა კონდეს ალბათ რაღაც ჩამორბენის ვარიანტი რა. ჩამორბოდეო იმაზე. რა ქვია? განათებებზე. ესე ორჯერ უნდა გეწეროს ერთ და იგივე. მაგრამ ნუ რაღაცა მასივში უნდა ჩაყარო რა. კი ბატონო. არა, ეხა უკვე ჩანს რა shadow map-ის პრობლემები რა. აი არ ვიცი ეხა ხედავთ თუ არა, ხო ხედავთ. აი ეს jagged lines რო არის თუ რა ქვია იმას, ანუ ეხა ეგ უკვე მე შენქენი. მე ჩემთვის ეს უკვე ჩემთვის იმდენი რასტერაიზერი იყო ეს 3 დღე. არა ცხოვრებაში არასდროს დამიწერია ამდენი shadow map-ები და ანუ მაგრამ რა კიდე ახლა შეხედავ ჭრილია რა. დიდი სცენაც არ არის რომ რაღაცა. ის დაჭირდეს კასკადური ჭრილები და რამე. მაგრამ თავის საქმეს აკეთებ. დავაი, შევინახეთ. აი გა. ნუ full screen-ზე თუ გავუშვებ, თუ არ უკანა მხრიდან რო უყურებ ფოტოს და განათებული რო ჩანს თუ ნუ ეგ მარტივი ეგ შედარებით მარტივი ეფექტი. ეხლა ხო მატერიალებზე არ გვიჩალიჩედი ეს ყველაფერი მარტივი დიფუზიური ზედაპირი მარტო კოსინუსს ვითვლით ერთი და ეგ არის რა. ხო და ნუ მატერიალები კიდე ცალკე გოდრეიზეა. ხო. ნუ მოკლედ მარშირების მეთოდი არის. აი დაახლოებით მაგნაირი შეიდერი მოიცა გაჩვენებ.
ეს დავაპაუზოთ. რო გადავალთ. Так, ნახოთ შეიდერები. აი ყურე მაგალითად. აი ეს არის ნისლი რა. ამაზე ამბობ? ჭრილი რო. ხო, ნუ ეს უფრო რთული თემა არის, ანუ ასე თქვა, იქ ხო ზედაპირებს არ ენდერებ და აქ სხივს უშვებ და მე მარშირება ხდება ამ სხივზე და თითოეულ მე ეტაპზე ითვლი განათება ჩანს თუ არ ჩანს და ანუ ფაქტობრივად ჭრილი გაქვს, ოღონდ არა ზედაპირზე, არამედ სივრცეში რა. ხო, სივრცული ჭრილი არის რა. ხო, და ნუ ეგა ეს უფრო შედარებით, ანუ ისეთი რაღაც ძალიან გამოთვლის კუთხით ძალიან ისეთი არ არის დატვირთული, იმიტომ რომ აქ მარტო ისა ერთი მასი თვლი ერთ ბაუნს რა. აი ვოლუმეტრიკში მეორე და მესამე ბაუნსი არის სიკვდილი, მე ცალკე ნოისი გემატება კატასტროფულად და რაღაცა, ამიტომ თამაშებში ერთზე მეც არსად არ ითვლიან. ხო, კიდე ამის მაგალითზე გავაკეთე კიდე აი მეორე შეიდერი, რომელიც просто მაინტერესებდა ის გაუსებს რომ ვეჩალიჩებოდი იმდენი ხანი თუ გამოვიყენებდი რომ ტექსტურა დამეხატა რა. ხო და ანუ ეგეთი პონტი არის რა, ანუ მეში არის რა, როგორც იქ იხატება მეში რა, ზუსტად იგივე კოდია რა, იქიდან გადმოვიდანე. просто აქ მეორე ამ ბუფერში რა ხატავ ამ ტექსტურას გაუსის კერნელებით რა, რომელიც ცალკე სკრიპტი მაქვს თვითონზე, რომლითაც ამას მივახლოვდი, იმიტომ რომ იდეაში აქ კი გაქვს ტექსტურები, მაგრამ გაქვს მარტო რაღაც predefined ტექსტურა რაც არის რა, რაღაცები და შენ ტექსტურას ვერ მიაბავ და მაგიტო ერთი მეთოდი ეგ იყო, რომ აქედან მექნა და ახლა просто ტექსტურა ადევს რა. სამაგეროს ჭრილები არა აქვს. ის ჯობია მაგ ხრი. აი ახლა просто ის იყო რა, მე თქვი ტექსტურა როგორ იმუშავებს, თქო, ეგ მაინტერესებს. ორივეს თუ გაკაჩავს, თქო, ცალკე მეში კოდში და ცალკე ტექსტურა კოდში და ხო. მაგრამ ჭრილები მაინც ასწორებს რა, კაი ეფექტს იძლევა, უფრო რეალიზმს ზრდის ბევრად. კაი, მაშინ მოურჩეთ ახლა, გვიანია უკვე ძალიან და ეგ არის დანარჩენი. რავი, ნახოთ ის, ალბათ 2.5 თუ 3 თუ რაღაც ესე რა. კაი. აბა, დროებით და კარგად იყავით. მაგრად, კარგად.